ყველაზე მნიშვნელოვანი ქარხანა მსოფლიოში შენდება უდაბნოს შუაგულში, სადაც არც წყალია, არც მუშები და არც გეგმა. ყველაფერი, რაზეც თქვენ ეკოდნობით, თქვენი smartphone, თქვენი მანქანა, თუნდაც ამერიკის ყველაზე ძლიერი იარაღები, დამოკიდებულია იმ ჩიპებზე, რომელსაც ეს ადგილი აწარმოებს. ეს არის 65 მილიარდი დოლარის ღირებულების რისკი. თუ გამოვა, ეს შეიძლება ტექნოლოგიური სამყაროს გადამჩენად იქცეს. თუ ეს ვერ გამოვა, შედეგები თანამედროვე ცხოვრების ყველა კუთხეში გავრცელდება. სწორედ ამიტომ, ეს ამბავი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ გონიათ. ამჟამად თაივანი აწარმოებს მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე ნახევარგამტარების 92%-ს. თუ ეს წარმოება შეწყდება ბუნებრივი კატასტროფის ან გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, მასთან ერთად შეჩერდება თანამედროვე მსოფლიოც. ეს ჩიპები საშუალებას აძლევს F-35 Lightning II-ს გახდეს მფრინავი კომპიუტერი. მას შეუძლია მტრის რადარის სიგნალების ამოცნობა, შემომავალი რაკეტებისთვის ხელის შეშლა და მონაცემების რეალურ დროში გაზიარება სახმელეთო ჯარისკაცებთან. თითოეული ჩიპი შექმნილია კონკრეტული არქიტექტურისთვის და ისეთი სიზუსტით, რომელსაც დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე მანქანა აღწევს. ჩიპები რაკეტებსა და დრონებს საშუალებას აძლევს დაამუშავონ GPS მონაცემები და რეალურ დროში შეცვალონ ფრენის მარშრუტი. თანამედროვე კონფლიქტში იმაჯებს ის მხარე, რომელიც მონაცემებს ყველაზე სწრაფად ამუშავებს. თუ ტაივანის ქარხნები შეჩერდება, ამერიკის ყველაზე თანამედროვე იარაღი დაუცველი გახდება და საფრთხე ეგზისტენციალურია. აშშ-ს სამხედრო ძალა შეიძლება პარალიზდეს. მონაცემთა ცენტრები, რომლებიც სამხედრო ხელოვნურ ინტელექტს ამუშავებენ, მწყობრიდან გამოვა, მაგრამ ეკონომიკური საფრთხეები კიდევ უფრო შემაშფოთებელი. თაივანური ჩიპების წარმოების სრული შეწყვეტა გლობალურ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს. ამ კრიზისს რეცესიად მოხსენიება ძალიან მსუბუქად ჟრევს. ეს შეიძლება მარტივად გახდეს გლობალური ემშპ-ს ისეთი დანაკარგი, რომელიც ერთ წელიწადში დაახლოებით 10 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს გლობალური ემსიფ-ს დაახლოებით 10%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ იაპონიისა და გერმანიის ეკონომიკები თითქოს ერთ ხამეში გაქრა. აშშ-მ გააცნობიერა, რომ ფაქტობრივად თავისი ეროვნული უსაფრთხოება გადააბარა ისეთ ადგილს, რომელსაც სრულად ვერ დაიცავდა. აზიაში გადატანა ლოგიკური იყო. ეს იაფი იყო, ეფექტური და მომგებიანი. მაგრამ ეფექტურობას აქვს ფარული ფასი. ის მდგრადობის მტერია. ზუსტად დროზე წარმოების მოდელმა შექმნა სამყარო, სადაც არავის აქვს სარეზერვო გეგმა. ეხლა არიზონა არის სარეზერვო გეგმა. აშშ-მ TSMC-ს გადასცა 6.6 მილიარდი დოლარი ფედერალური გრანტების სახით. მათ უდაბნოში იპოვეს მიწის ნაკვეთი და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ საწარმოო ოპერაციას სთხოვეს თავიდან აეშენებინა თავი ისეთ ადგილას, სადაც არ არსებობს არც ერთი ის პირობა, რაც ტაივანში ამის შესაძლებლობას აძლევდა. ეს ნამდვილი ტექნოლოგიური დამოუკიდებლობაა თუ უბრალოდ მრავალმილიარდიანი ექსპერიმენტი, რომელიც არასდროს იმუშავებს. საშუალო ადამიანისთვის ნახევარგამტარების ქარხანა ნებისმიერ სხვა უზარმაზარ ინდუსტრიულ ობიექტს გავს. გიგანტური, უფანჯრო ყუთების ერთობლიობას. მაგრამ შიგნით მუშები სილიკონზე ნახატებს კვეთენ. პროცესი, რომელიც ასობით ეტაპს მოიცავს ლაზერებითა და პლაზმით, სრულ ვაკუუმში. ერთი მტრის ნაწილაკიც კი ანადგურებს მილიონობით ღირებულ პარტიას. სონორას უდაბნოს შუაგულში, სადაც მტრის ქარიშხლების სეზონური რეალობაა, TSMC-ს უწევს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც 1000-ჯერ სუფთაა, ვიდრე საავადმყოფოს საოპერაციო ოთახი. ჰაერის საათში ასობით-ჯერ იფილტრება. ქარხნები უზარმაზარ ამორტიზატორებზეა განთავსებული, რათა ახლომდებარე გზებიდან ვიბრაციები არ გავრცელდეს. ეს კონტროლი საშუალებას აძლევს TSMC-ს შექმნას ჩიპები NVIDIA-სა და Apple-ისთვის. მაგრამ მანქანები მხოლოდ ნახევარია ამ ამბის. ტაივანის 10 წლეულობით ჩამოყალიბებული ეკოსისტემა კონტეინერში ვერ ჩაეტევა, მაგრამ მისი არიზონას უდაბნოში გადატანა მყისიერად წარმოშობს შეფერხებებს, რადგან თითოეული ნაწილი, ადამიანი და პროცესი ახალ დაბრკოლებებს აწყდება წყნარი ოკეანის გადაღმა. TSMC-ს უპირატესობა ერთ რამეში მდგომარეობს: ექსტრემალური ულტრაისფერი ლითოგრაფია, ანუ EUV. თითოეულ მანქანაში არსებული ლაზერი უნდა მოხდეს მოძრავ სამიზნეს წამში 10,000-ობით-ჯერ. ნებისმიერი შეცდომა და მილიონობით დოლარის ღირებულების სილიციუმი განადგურდება. ამ ატომურ დონეზე სრულყოფილების გამეორება არიზონას უდაბნოში ყოველდღიურად ამ ქარხანას აქცევს უპრეცედენტო აზარტულ თამაშად. ადამიანური ფაქტორი კიდევ უფრო ზრდის სტრესს. ტაივანური კულტურა ეფუძნება 12 საათიან ცვლებსა და სწრაფ ცვლილებს. ამერიკელი მუშაკები კი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის განსხვავებულ ბალანსს აფასებენ. თაივანში ინჟინერი შეიძლება ცხოვრობდეს საერთო საცხოვრებელში ქარხნის გვერდით, ზად იყოს დილის 3 საათზე გაიღვიძოს და ლითოგრაფიის შეცდომა გამოასწოროს. არიზონაში იგივე ინჟინერი ალბათ 20 წუთის სავალზე ყავას სვამს და ფიქრობს, ითვლება თუ არა ადრე გაღვიძება აშშ-ში ზედმეტ სამუშაო საათად. თუ ვერ გაამეორებ, როგორ მუშაობენ ადამიანები, ვერ გაამეორებ იმასაც, რასაც ისინი ქმნიან. და მაინც პირველი ჩიპები საბოლოოდ გამოდის ხაზიდან. TSMC მთელი ცოდნის ცივილიზაციას
ქვიშაში ნერგავს. ეს ამოწმებს შეუძლია თუ არა ასე შეშოს აღადგინოს მომარაგების ჯაჭვი, რომელიც 10 წლეულების წინ დაკარგა. ბის წინ დაკარგა. არიზონა დასალური ტექნოლოგიის გადარჩენის წინახაზია. პროექტი მხოლოდ ქარხნის აშენებას არ გულისხმობს. ის ცდილობს მთელი ეკოსისტემის კლონირებას, ისეთ ადგილას, სადაც ის ბუნებრივად არ არსებობს. თქვენ ცდილობთ ინდუსტრიის გაზრდას არასწორ ნიადაგში. თუ TSMC არიზონაში წარმატებას მიაღწევს, ეს დაამტკიცებს, რომ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია გადატანადია. თუ ეს ვერ გამოვა, ეს დაამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები მუდმივად დამოკიდებულია პატარა კუნძულზე, რომელიც პლანეტის ყველაზე საშიშ წყლის გზაზე მდებარეობს. აი, ეს არის მთავარი კითხვა. ეს დამოუკიდებლობაა თუ უბრალოდ ძალიან ძვირად ღირებული ექსპერიმენტი. გეგმა ქაღალდზე იდეალურად გამოიყურება, მაგრამ ერთი რესურსი შეიძლება მთელ ოპერაციას მუხლებზე დააყენებს. ნახევარგამტარების ქარხნები წარმოუდგენლად ბევრი წყალი სჭირდებათ და ისინი ჩვეულებრივ წყალს არ იყენებენ. მათ სჭირდებათ რაღაც ბევრად უფრო ექსტრემალური. წყალი, რომელსაც ყველა მინერალი აქვს მოცილებული. TSMC-ის პირველ არიზონას ქარხანას მარტო ყოველდღიურად სჭირდება 4,65 მილიონ გალონზე მეტი ასეთი სპეციალიზებული წყალი. მხოლოდ ჩიპების გასარეცხად და მძიმე აღჭურვილობის გასაცივებლად. მდინარე კოლორადო ისტორიულ მინიმუმს აღწევს და მთავრობა უკვე ამცირებს არიზონას წყლის მიწოდებას. მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის მშენებლობა მშრალ უდაბნოში. გეოგრაფიული პარადოქსია. ფენიქსი 5 მილიონი ადამიანის ქალაქია, რომელიც უკვე იბრძვის საკმარისი წყლის მოსაპოვებლად, რომ გადარჩეს. ახლა კი მის მეზობლად ქარხანა, რომელიც წყალს ისე სვამს, თითქოს უფასოდ არიგებდნენ. სტანდარტულ ქარხანაში წყალი კომუნალური რესურსია. TSMC-ში კი ის ქიმიური რეაგენტია. ეს წყალი იმდენად სუფთაა, რომ აგრესიული ხდება და ყველაფრიდან, რასაც კი შეეხება, ატომებს გამოაქვს. თუ რეცხვის პროცესში სილიკონის ფირფიტას, კალციუმის ან მაგნიუმის ერთი მიკროსკოპული ნაწილაკი მაინც შეეხო, მთელი პარტია გამოუსადეგარი ხდება. ამის მისაღწევად TSMC-ის წყალი ბუნებაში არსებულზე ბევრად უფრო უნდა გაწმინდოს, რომ ყველა შესაძლო მინარევი მოაშოროს. ჩიპების შესაქმნელად სილიკონი ასობით ჯერ უნდა გაირეცხოს. ერთი წამითაც რომ იყოს ხარვეზი, ვარგისი ჩიპების გამოსავლიანობა მკვეთრად ეცემა. ბიზნესში, სადაც მოგების მარჟა მცირეა და შესვლის ხარჯი უზარმაზარი, გამოსავლიანობის ვარდნა სასიკვდილო განაჩენია. თუ წყლის დონე ძალიან დაეცემა, ქარხანა გაჩერდება. ეს ერთი უბრალო მოვლენა შეაჩერებს წარმოებას ყველაფრისთვის. NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ჩიპებიდან სამხედრო რაკეტებამდე. არიზონამ შესთავაზა უზარმაზარი ხელუხლებელი მიწა და თბილი მიღება და სწრაფი ნებართვები. გადარჩენისთვის TSMC-ს იმედი აქვს მაღალ ტექნოლოგიურ გარდაქმნაზე, მასიურ გადამუშავების ქარხანაზე, რომელიც ცდილობს გამოიყენებული წყლის 90% გადაარჩინოს. მაგრამ წყალი ერთადერთი არ არის, რასაც ეს მონსტრი მოიხმარს. ჩიპების ქარხანა ელექტროენერგიის შავი ხვრელია. მანქანები 24 საათი, კვირაში 7 დღე მუშაობს. სილიკონზე წრედების ამოტვიფრისთვის მათ სჭირდებათ უზარმაზარი და სტაბილური ენერგიის ნაკადები. არიზონას ელექტროსისტემა უკვე ძლიერად არის გადატვირთული დამწვრელი სიცხის გამო. შტატი მაქსიმალურად სწრაფად ამატებს მზის პანელებს, მაგრამ საკმარისია ეს. ამ დაუცხრომელი ენერგიის მოთხოვნის გულში დგას EUV ლითოგრაფიის მანქანა. თითოეული მათგანი დაახლოებით 1 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს. TSMC არიზონაში გეგმავს ათეულობით ასეთი მანქანის განთავსებას და თითოეული მათგანი საჭიროებს გაგრილების სისტემას, რომელიც ცათამჯენის მხარდაჭერას შეძლებს. გაამრავლეთ ეს ათეულებზე და უცებ ქარხანა ხდება შტატის ენერგოპოლიტიკის გამსაზღვრელი. რომ განათება არ გაითიშოს, შტატი აშენებს $1 მილიარდიან ბატარეებს და სპეციალურ ელექტროსადგურებს მხოლოდ ამ ქარხნისთვის. და ეს ქმნის ხარჯების უკუკავშირის მარყურს. წყლის დასაზოგად დახურული სისტემის გაგრილებისთვის მეტი ელექტროენერგია გჭირდებათ. და იმისთვის, რომ მეტი ელექტროენერგია მიიღოთ შტატში, რომელიც ქვანახშირზე სწრაფად ამბობს უარს, მეტი მზის ენერგია და ბუნებრივი აირი გჭირდებათ. ეხლა არიზონაში ყოველი რესურსი ქარხნის გადარჩენის ნაწილია, მაგრამ ტაივანს გამოცდილება აქვს. მათ აქვთ ის, რისი აშენებასაც აშშ-ს შეიძლება 10 წლეულები დასჭირდეს. დახვეწილად გამართული ადამიანური მექანიზმი. ელიტარული სკოლები ინჟინრებს პირდაპირ ქარხნებში გზავნიან. ამ სიცარიელის შესავსებად კომპანიამ 1000 გამოცდილი სპეციალისტი ჩამოიყვანა. 2026 წლის დასაწყისისთვის ისინი არიზონას სამუშაო ძალის 40%-ს შეადგენდნენ, მაგრამ თვითფრინავის ბილეთი კულტურულ განსხვავებას ვერ გადალახავს. პრობლემის არსი ისაა, რომ ვერ აიყვან უბრალოდ ჭკვიან ინჟინერს და ვერ მოელოდე, რომ ის წარმოების ხაზს მართავს. თაივანში საუკეთესო კურსდამთავრებულები მხოლოდ ფიზიკას არ სწავლობენ, ისინი მანქანებსაც ეუფლებიან. ისინი იზრდებიან სისტემაში, სადაც ქარხანა სამყაროს ცენტრს წარმოადგენს. არიზონაში ნიჭიერი კადრების რესურსი კონკურენციის გამო იფანტება. ყველაზე გამორჩეულებს SpaceX, Google ან Tesla იწვევენ. მათ სურთ შექმნან ისეთი რამ, რასაც საკუთარი თვალით დაინახავენ. ჩიპების ქარხანაში ისეთ რამეზე მუშაობ, რასაც შიშველი თვალით ვერ დაინახავ. სწორედ ამიტომ TSMC-ის ხელახლა შექმნა მხოლოდ ინჟინერია არ არის.
ეს ნიშნავს, რომ ერთ ღამეში უნდა აღადგინო 10 წლეულების კულტურა და ინსტინქტი. ამას თავისი პრობლემებიც მოხვება. ამას სასამართლო პროცესებიც მოხვა. ამტკიცებდნენ, რომ კომპანიას აზიელ მუშებს ადგილობრივებზე უპირატესობას ანიჭებდა. პროფკავშირებმა უცხოელი მუშახელის გამოყენება გააკრიტიკეს. ამ დაპირისპირებებმა ხარჯები გაზარდა და ვადები შეაფერხა. ამ უდაბნოში ჩიპების წარმოება ტაივანთან შედარებით 30%-მდე უფრო ძვირი დაჯდება. ექსპერტიზის დეფიციტის აღმოსაფხრელად ადგილობრივმა კოლეჯებმა საგანგებო პროგრამები დაიწყეს. ისინი 10 დღიან ინტენსიურ კურსებს თავაზობენ, რათა ქარხნის ძირითადი უნარები ასწავლონ. ეს ძალისხმევა გარკვეულ შედეგს იძლევა, მაგრამ მაღალი საცხოვრებელი ხარჯები და აუტანელი სიცხე ბევრს აშორებს. თუნდაც $130,000 ხელფასის მიუხედავად, ხალხი მაინც ტოვებს სამსახურს. მაგრამ სანამ თქვენ დატოვებთ, თუ ასეთი სიღრმისეული თემები მოგწონთ, არ დაგავიწყლეთ გამოწერ. ამერიკის ლანდშაფტი სწრაფად იცვლება და მე აქვარ რომ ყველაფერი გაჩვენოთ. და ეს აქ არის უდაბნოს ექსპერიმენტის ადამიანების დეფიციტი. 2026 წლის მარტისთვის პირველი ქარხანა უკვე თავის რიტმში მუშაობდა, მაგრამ ფინანსური ტვირთი მაინც რჩება. უდაბნოში სამუშაო ძალა თითქმის 2.5-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე ტაივანში. მენეჯერები ახლა სწავლობენ, როგორ ესაუბრონ ამერიკელებს ცდილობენ გააერთიანონ კაცრი წესები და პირადი თავისუფლება. ეს განსხვავება ყველაზე მეტად შესამჩნევია ტექნიკური მომსახურების კულტურაში. მიუხედავად იმისა, რომ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში ძლიერი საინჟინრო პროგრამებია, ადგილობრივი კადრების უმეტესობა ტრადიციულად აეროკოსმოსურ სფეროზე ორიენტირებული. TSMC-ში კარიერა უბრალოდ სამსახური არ არის. ეს მაღალი რისკის გამძლეობის გამოცდაა. ამ სამუშაო ძალის აღდგენა არიზონაში გადასვლის ყველაზე რთული ნაწილია. და რაც უფრო მეც უყურებ ამას, მით უფრო რთულია ამას დამოუკიდებლობა უწოდო. ქარხნის აშენება უდაბნოში შეიძლება, მაგრამ სამუშაო ძალის არა. იმის გასაგებად, თუ რას ებრძვის რეალურად ამერიკა, უნდა შეხედო ორიგინალ გეგმას. ტაივანს ჩიპების იმპერია შემთხვევით ან ძალდატანებით არ აუშენებია. მან ნახევარგამტარების კულტურა 50 წლის განმავლობაში შექმნა. აშშ ცდილობს ეს 5 წელიწადში ჩაადიოს და რეალური კონკურენცია არსად ჩანს. ნახევარგამტარების ქარხანა დგას მხიფე მიწოდების ჯაჭვის სათავეში, რომელსაც ჩვენგან უმეტესობა ვერასდროს ხედავს. თანამედროვე სუფთა ოთახის მუშაობისთვის მხოლოდ ელექტროენერგია და წყალი არ გმარა. საჭიროა იშვიათი ქიმიკატების, სპეციალიზებული ნაწილებისა და მაღალი სისუფთავის გაზების მუდმივი და სრულყოფილი მიწოდება. გამოყენებული ქიმიკატები წარმოუდგენლად არასტაბილურია. მათგან უმეტესობა ზუსტ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს დამუშავებული. შრომისა და ამ მასალების საჰაერო ტრანსპორტირების ხარჯი ფენიქსში დამზადებულ თითოეულ ჩიპს 20%-ით აძვირებს. თითოეულ ჩიპს აქვს ფარული გადასახადი, სანამ ის ქარხნის იატაკს შეეხება. TSMC-ს გარს აკრავს ადგილობრივი მომწოდებლების მჭიდრო ქსელი, რომელიც 10 წლეულებია ვითარდება. ეს სტრუქტურული აუცილებლობაა. ამ ეკოსისტემის გარეშე ვერც საუკეთესო ინჟინრები და ვერც მანქანები ვერ უზრუნველყოფენ ჩიპების უწყვეტ წარმოებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად აშშ-ს მთავრობა მილიარდობით გრანტს გასცემს. სულ 39 მილიარდი დოლარია გამოყოფილი ჩიპსის აქტის ფარგლებში, საწარმოო სტიმულებისთვის, რომლის ნაწილიც მომწოდებლების უდაბნოში გადატანას უჭერს მხარს. გიგანტური ქარხანა მარტო ვერ გადარჩება. მას სჭირდება დამხმარე ეკონომიკა, რომ შეავსოს იგი. ამჟამად 40-ზე მეტი პატარა ტაივანური მომწოდებელი კომპანია ჩუმად იწყობს საქმიანობას ფენიქსში. ქმნის 12,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს იმ რაიონში, რომელსაც უკვე პატარა ტაიპეი ეწოდება, რათა TSMC-ს მხარი დაუჭირონ. ისინი ათასობით ოჯახს გადაადგილებენ წყნარი ოკეანის გადაღმა და რეალურ დროში ქმნიან ეკოსისტემას. ბავშვები, რომლებიც თაიპეიში გაიზარდნენ, ეხლა არიზონას გარეუბნებში დადიან საშუალო სკოლაში. ისინი იღებენ უზარმაზარ სესხებს აშტშ-ის მზარდი საპროცენტო განაკვეთებით და მთელი ოჯახის მემკვიდრეობას დებენ ფსონად, იმაზე რომ ეს უდაბნოს ექსპერიმენტი გაამართლებს. ისინი ფენ დიდ თაღებს კომერციულ უძრავ ქონებაში ფენიქსში, მხოლოდ იმისთვის, რომ დედა კომპანიასთან ახლოს დარჩნენ. თუ არიზონას პროექტი შეჩერდება, ან თუ მთავრობის ფული ძალიან დაგვიანებით მივა, ეს დამხმარე მომწოდებლები პირველები გაკოტრდებიან. აშენება არიზონაში ნიშნავს ყველაფერზე მეტის გადახდას. აშშ-ში სამშენებლო ხარჯები მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე ტაივანში, შრომის რეგულაციებისა და განსხვავებული უსაფრთხოების სტანდარტების გამო. ტაივანში გიგაფაბრიკის აშენება დაახლოებით 2 წელიწადში შეიძლება. არიზონაში კი ნებართვების მიღება, გარემოს დაცვითი შემოწმებები და სამშენებლო დაშვებები ვადებს ზრდის. ეს საშინელ ხარვეს ქმნის. თუნდაც ჩიპები არიზონაში დამზადდეს, ისინი ამჟამად სხეულის გარეშე ტვინებს გვანან. მათ უნდა გაიარონ მოწინავე შეფუთვის პროცესი, სადაც ჩიპი იჭრება, იტესტება და თავსდება დამცავ გარში კონექტორებთან ერთად. წლების განმავლობაში ამის გაკეთების გზა შეერთებულ შტატებში არ არსებობდა. დასრულებული სილიკონი თვითმფრინავით უნდა გადაეტანათ და უკან ტაივანში ან მალაიზიაში გაეფუთათ. თუ ომი ან ბლოკადა მოხდებოდა წყნარ ოკეანეში, არიზონას ქარხნები მაღალ ტექნოლოგიურ აგურებად იქცეოდა. ამის გამოსასწორებლად ახლოს პეორიაში ახალი შეფუთვის ქარხანა შენდება.
ეს არის დაკარგული რგოლი, რომელიც საბოლოოდ შეიძლება ამერიკულ ჩიპების ინდუსტრიას დამოუკიდებლად აქცევს. ის გამოიყენებს ტექნოლოგიას, რაც ნიშნავს, რომ დასრულებული ჩიპების დასამთავრებლად აღარ იქნება საჭირო მათი ტაივანში დაბრუნება. მეხსიერების პირდაპირ ლოგიკურ პროცესორზე განთავსებით, პეორია იქცევა იმ ადგილად, სადაც სილიკონი გარდაიქმნება იარაღად, სმარტფონებად და ყველაფერ სხვად, რაც მათ შორისაა. მაგრამ მიწოდების ჯაჭვის პრობლემა მხოლოდ ქიმიკატებსა და შეფუთვაზე არ არის დამოკიდებული. ეს ასევე ეხება რესურსების სიმცირით გამოწვეულ დამატებით ხარჯებს. The Object-ის მოპირდაპირე მხარეს Intel-ის საკუთარ კამპუსს გასაფართოებლად $30 მილიარდ მეც ხარჯავს. ეს ორი გიგანტი ამჟამად სასტიკ ომშია ჩართული, ერთი და იმავე შეზღუდული რაოდენობის სპეციალიზებულ კონტრაქტორებსა და მასალებზე. ეს ტერიტორიული ომია, მარტივად რომ ვთქვათ. ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სამრეწველო ხარისხის ბეტონია და მხოლოდ გარკვეული რაოდენობის პროპკავშირების ელექტრიკოსები არიან, რომლებსაც შეუძლიათ წნევიანი სუფთა ოთახის გაყვანილობის გაკეთება. როცა მათ სამშენებლო ტექნიკა სჭირდებათ, ხარჯები მკვეთრად იზრდება. ისინი ერთმანეთს ართმევენ რესურსებს მხოლოდ იმისთვის, რომ ვადებში ჩაედიონ. ორივე სჭირდება იგივე მაღალი სისუფთავის ჰელიუმი და ნეონი, რომლებიც ჩიპების წარმოებისთვის კრიტიკულია. 2021-დან 2022 წლის გლობალური დეფიციტის დროს ASHS-ში ნეონის ფასები 600%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან კომპანიები ერთმანეთს აჯობებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ქარხნები გაეგრძელებინათ მუშაობა. დეფიციტი ახლა ბრძოლის ველის ნაწილია. სწორედ ამიტომ არის 2026 წლის აგრესიული გაფართოება ასეთი საშიში. გეგმის 8-დან 12 ქარხანამდე გაზრდით და შეფუთვის ქარხნის $7 მილიარდ ობიექტად გაფართოებით ახლო-მახლო აშატეშკორომ მნიშვნელოვნად ზრდის ზეწოლას სისტემაზე, რომელიც უკვე აჩვენებს ბზარებს. ისინი ორმაგად დებენ უზარმაზარ ფსონს, მანამ სანამ პირველი ხელი სრულადაც კი არ გათამაშებულა. უდაბნოში ფიზიკური სივრცე იწურება. ენერგოსისტემა ახალ დატვირთვას ძლივს უძლებს. შეთავაზებების ომები პატარა მომწოდებლებს მთლიანად ფიტავს. მაგრამ თუ სახელმწიფო სუბსიდიები ამოიწურება მანამ, სანამ ადგილობრივი ეკოსისტემა თვითგმარი გახდება, მთელი პროექტი შეიძლება თავისივე სიმძიმით დაინგრეს. მაგრამ ალტერნატივა ის არის, რომ მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ჩიპების წარმოების 92% კუნძულზე რჩება, რომელიც ჩინეთიდან მხოლოდ 100 მილითაა დაშორებული. არიზონა აზარტული თამაშია და ASHS ყველაფერს დებს ამაზე. ჩიპები, შეიარაღება, ეკონომიკა, ყველაფერი მის წარმატებაზეა დამოკიდებული. მაგრამ უდაბნო, რომელზეც ეს ყველაფერი შენდება, სულაც არ აინტერესებს, გაიმარჯვებს თუ არა ამერიკა. მადლობა რომ დღეს შემომიერთდით. იმედია ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე Map Pack-ზე.